არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ნათია ჯანელიძე საქმიანობას უკვე შეუდგა. მან კურსორთან სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და მოსწავლეთა მიღების საკითხზე ისაუბრა. არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელი უფასო და ფასიან განყოფილებებზე მიღებას აცხადებს. ჩამონათვალი ასე გამოიყურება: საფორტეპიანო, სავიოლინო, ვოკალური, საესტრადო, საორკესტრო ჩასაბერი საკრავები, გიტარა. რაც შეეხება ქორეოგრაფიული განყოფილების მიმართულებებს, კლასიკური ცეკვა, ქართული ხალხური ცეკვა, სამეჯლისო ცეკვა, ჰიპ-ჰოპი, თეატრალური განყოფილების მიმართულებით მიღება ცხადდება, მეტყველების კულტურა, ფოლკლორული განყოფილების მიმართულება, ხალხური საკრავები, მუსთერაპია. მუსთერაპიის კურსი გათვლილია ინკლუზიური განათლებით მოსარგებლე მოზარდებისთვის. არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელი აცხადებს მიღებას უფასო და ფასიან განყოფილებებზე სხვადასხვა მიმართულებით. გვაქვს მუსიკალური მიმართულების შემდეგი განყოფილებები: საფორტეპიანო, სავიოლინო, ვოკალური, საესტრადო, საორკესტრო, ჩასაბერი, დასარტყამი საკრავები და გიტარა. ასევე გვაქვს ქორეოგრაფიული განყოფილების მიმართულებები, სადაც შედის კლასიკური ცეკვა, ბალეტი, ქართული ხალხური ცეკვა, სამეჯლისო ცეკვა და ჰიპ-ჰოპი. თეატრალური განყოფილების მიმართულება ასევე გვაქვს მეტყველების კულტურა და ფოლკლორული განყოფილების მიმართულება ხალხური საკრავები. ასევე იანვრიდან წელს დაემატა ჩვენ სასწავლებელში მუსთერაპიის კურსები, სადაც ინკლუზიური სპექტრის ბავშვები გადიან ფლობენ სხვადასხვა და ისწავლობენ ფლობას სხვადასხვა ინსტრუმენტების და ასევე ხდება აქ მუსიკალური უნარების გამომუშავება. ბავშვები მიიღებიან 6 წლის ასაკიდან. სამომავლო გეგმები გვაქვს რა თქმა უნდა დასახული მიზნები და ყველაზე ისეთი რაც არის ჩვენი პირველი მიზანი, ახლა მიდის ნელ-ნელა იმაზე საუბარი, რომ აკრედიტაცია გაიაროს ჩვენმა სასწავლებელმა, სასწავლების ერთ-ერთმა განყოფილებამ, აქ არის საფორტეპიანო განყოფილებაზე საუბარი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ეტაპები გავიაროთ და შევძლოთ მიზნის მიღწევა.